მოგესალმებით ყველას, ვირფასებო, ვინც ამ ვლოგს უყურებთ. მოკლედ, დღეს გადავწყვიტე გავაკეთო საქმე, რომელსაც ძალიან დიდი ხანია ვფიქრობდი იქიდან დაწყებული, რაც ცუდად ვიყავი და დეპრესია მქონდა. მას შემდეგ, რაც ჩემმა ლამაზმა სოფიამ აიეს მშვენიერი კონტეინერები გვიყიდა. ესე იგი, ხო ჩაალაგა სოფია მამაში სათამაშოებით, წაიღო იქით ოთახში და მას შემდეგ ევამ გამოიტანა თანდათან ნელ-ნელა. სოფიას ვერ უთხრა, რომ არ უნდოდა რომ ის სათამაშოები მეორე ოთახში ყოფილიყო და არ უნდოდა რომ ის სათამაშოებს დაეძინათ და სამაგიეროდ მე არ მაძლევდა უფლებას რომ წამეღო იქით ოთახში. და მთელი ეს სათამაშოები ამ დივანზე ცხოვრობდნენ და მე იმდენჯერ თამაშობს ყრის ურევს, რომ მთელი დღის განმავლობაში ერთი ადამიანის დასაჯდომი ადგილი რჩება ამხელა დივანზე. ვეღარ დაჯდება ადამიანი. და გადავწყვიტე დღეს ვუთხარი, შევუთანხმე. ანუ მე ბავშვების პირად სივრცეს, მაშინაც კი როცა ჩვენ პირად სივრცეზეა გადაჯაჭვული, არ ვარღვევ ხოლმე და თვითნებურად არაფერს არ ვაკეთებ. ვუთხარი და ავუხსენი, რომ მოდი გადავარჩიოთ. რაც გატეხილია, ამ პარკში ჩავალაგოთ ხო და ზოგ რამეში თვითონაც დამეხმარა, ზოგი ამოიღო, ზოგი ჩადო. ხო და გადავარჩიოთ ხო, რაც გატეხილია, გადავდოთ, რაც პატარა ბაიების ამეთ კი ის ცალკე გადავდოთ და ვინმე პატარა ბაიას მივცეთ ხო. და შენი სათამაშოები ჩავალაგოთ მეთქი აი ამ კალათში, რომელსაც ხშირად იყენებ. და ასევე მეორე კალათში. გადავწყვიტე, რომ ეს სათამაშოები დავულაგო იქ, სადაც ის თამაშობს. ანუ ნუ იქნება თვალს მოფარებული, იყოს თვალთან, იყოს კონდეს ხილთან ახლოს, იმისთვის რომ მიეჩვიოს, ამოიღოს და ისევ ჩადოს. ანუ მინდა რომ ნელ-ნელა მიეჩვიოს თავისი სათამაშოების დავაგებას და ახლა ყოველ ჯერზე როცა სათამაშოებს ამოყრის და დივანზე დაყრის, ვეტყვი რომ მოდი დედა დავალაგოთ, მოდი დედა ჩავალაგოთ და ერთად გავაკეთებთ ამას. ხო, და ეს მაგიდაც ესე ნელ-ნელა სიმართლე ვკითხათ, რაღაცა დროს შევისვენე მე, ანუ ვერ შევძელი რომ ეს ქაოსი ერთი ხელის მოსმით გამექრო, იმიტომ რომ მე რომ მაქვს ADHD დიდხანს ამაში ყოფნა არ შემიძლია და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე პაუზები. ესეც საქმეში. ხო, და მოკლედ ესე კალმები და ფანქრები ჩავალაგე. გადასაყრელი რაც არის ცალკე გადავდე, მეორე კონტეინერი გამოვიტანე და ამაში უკვე პატარა რაღაცებს და ამ კონტეინერებს ერთმანეთზე არ დავდებ, ცალკე დავდებ, თავიდან ვაპირებდი როცა დამედო, მაგრამ მე გადავიფიქრე და სხვა ადგილას დავდე, ანუ მინდა რომ თვითონ ბავშვმა შეძლოს ამის გაახსნა, ჩადება, ამოღება და ასე შემდეგ. ხო, ევა და ბონი ძალიან მეხმარებოდნენ ამ ყველაფერში. აბა, რა ვიყიდეთ? მოდი აჩვენე აბა რა იყიდე? აჩვენე. ბანანი მინდაო. ბანანი სახელად წამიყვანა. ეს იყიდა. ის ჩუპა იყიდა, რომელიც უკვე გადააგდო. რა გინდა? რომელი? ეს? გაიხსნა? ეს ბონის მიწს. არაჭამს, ბანანს არაჭამს. წარმოიდგინე. ერთი პულსი კიდე სახში გქონია, რა საფურები ვიყიდე. კი, კარგი. ეგეა საფური. კაია ბანანი. აი ციყიდა, ამის ჭამნა. არც ვაძარებ. უბრალოდ აღარ ვეუბნები რომ აღარ იყიდოს სხვა დროს, იმიტომ რომ არ ჭამს. თოკო მოვიდა დღეს რაღაც. ეს ნახე. შენი ძაღლი ნახე როგორ ზის.
ზუსტად ისე ლამაზად და მშვენივრად წვიმს, როგორც მე მიყვარს. Orçuli მსუქანი დედა. მსუქანი დედა, ორსული. იცი თანხელა. თან ისე რაც გრძელბეწვიანია და აი ძლივს მოდის ყველას და ის დასატენი მართა არ მეწეჩია. სამაჯური. მე ლამაზი მანქანა. მინდა რა ჩავიდე, ჩავჭიდე. ნამშვენიერია სიტუაცია. და საოცრება, რომ მე ამის შეცნობა დამოუკიდებლად. ამდენი ხანია მქონდა იცი. მე რომ ყოველთვის მაქონე ეს არ მქონდა. ამდიქონდა. ზონავით. და ჩემში გადანორმა. ახლა უკვე ამბობ და თვითონ მე ცოტა საოცრება, რომ მშვენიერია. მაშინ თვითონ უბრალოდ არაფერი მინდა. მე თორე კარგია, მილიონი რაღაცა რო არაწყვე. მოიცა, მათხოვე უნდა წავიდე. სამი გოჭი უნდა წავიკითხო. ნახე? სამი გოჭი. კი, შენია, მოდი აქ დაჭიქი. მოდი. მე მინდა კითხო. რა მინდა? წითელ ქუდა გინდა? ნახე, აბა ეს ვინ არის? არა. ამი. ნიფ-ნიფი? ამი. ნაფ-ნაფი? ნოფ-ნოფი? ამინდა. მწვანე ქუდი? წითელი ქუდი? წითელი ქუდი. ამინდა. თივა? ხე? ხაგური? აუ, მგელი. თივის სახლი? ხის სახლი? ხაგურის სახლი? მოიტანება თითელ ქუდად დავიკითხოთ, აი? უნდა რომ მოვუყვე და არ უნდა რომ წავუკითხო და მე მინდა რომ მიეჭვეს რომ წავუკითხო. იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი და იქნებოდა. ოდესღაც ერთ პატარა სოფელში უღრანი ტყის პირას პატარა გოგონა ცხოვრობდა. ისე უხდებოდა დედის მოქსოვილი წითელი ქუდი და მოსასხამი, რომ მოფერებით ყველა წითელ ქუდას ეძახდა. ერთ დღეს დედამ წითელ ქუდას უთხრა. აქ აღარ არის, აქ იყო წითელ ქუდა, მაგრამ სად არის წითელ ქუდა? ევა, სად არის წითელ ქუდა? ავიცი. ვინ მოაძრო წითელ ქუდა, ვინ მოხია? აი აქ იყო წითელ ქუდა. ავიცი, არა. ისე მაიმუნო. ბებია შეუძლოდ გახდა. გემრიელი ნამცხრები გამოვუცხე და წაუღე. ხომ იცი ბებო ტყის გაღმა ცხოვრობს. თუ ბილიქს არ გადაუხვე, პირდაპირ მის კარს მიადგები. დღეს კი ერიდე, იქ სიარული საშიშიაო. წითელ ქუდამ დედას თავი დაუქნია, აიღო კალათა და აი გზას გავდგა. აი წითელ ქუდა, რა ლამაზი წითელ ქუდა. ეს ვინ არის აქ ბაჭია, ხო? აქ მგელიც იყო, მაგრამ მგელიც აღარ არის. დედა ქუდია და გოგონა კარგახანს მიუყვებოდა ბილიქს. ტყე უფრო და უფრო. დედა სად არის? სახლში. დაბურული ხეები მიწაზე მზის სხივებს აღარ უშვებდნენ. ჩიტებლად თითქოს ერთმანეთის მიყოლებით შეწყვიტეს ჭიკჭიკი.
სიო წითელ ქუდას მოსასხამს აფრიელებდა. უეცრად უკნიდან ბოხი ხმა გაისმავს. აიც გაგიწევია ამ სიცივეშიო. წითელ ქუდას შემობრუნდა წინ დიდი რუხი მგელი იდგა და იცინოდა ასე. ბებიას სანახავად მივდივარო. აი, რა საყვარელი ბებია აღმერთო. აქ არის. ბებია სანახავად მივდივარ და თან კალათით კბილეული მიმაქვსო ღიმილი თუ პასუხა წითელ ქუდამ ბებიასთან გავუყვირდა მგელს. კატის სურათიც რო კიდია. ბებია წითელ ქუდა და კატა. აღატია, ხო. დიახ, მიუგო წითელ ქუდამ. მისი სახლი დიდ წაფერდებულ მუხასთან დგას. აუცილებლად გეცოდინებაო. უცებ ქარმა დაუბერა და წითელ ქუდას მოსასხამი თავზე შემოახვია. გოგონამ ვერ შეამჩნია, როგორ გაქრა მგელი. რა უცნაურია. ჩაილაპარაკა წითელ ქუდამ და მოსასხამი გაისწორა. რა იცოდა, რომ ამ დროს მგელი უკვე ბებიის სახლისკენ მიძუნძულებდა. წითელ ქუდამ გზა განაგრძო, მიუყვებოდა ბილიქს, თან დროდადრო მინდვრის ყვავილებს კრებდა ბებიასთვის. სეირნობაში გართულმა გვერდით ისე ჩაუარა ტყის მჭრელს, რომ არც კი მისალმებია. დედის გაფრთხილება მხოლოდ მისი დიდი ნაძახვის დანახვისას გაახსენდა და შეშინებულმა აუჩქარა ნაბიჯს. როგორც იქნა, ბებიას სახლს მიადგა. კარი ღია დახვდა. ბებია, შეიძლება შემოვიდე, მე ვარ წითელ ქუდა და უძახა გარედან. ვაი, ეხლა ნახე. აკრა, გამერთო ჩემო ეს რა ვირის? უყურე რა უკანია. დაუხატე ეს ყლისაღებ. ეს ვინ გააკეთა? ანდრი! ღმერთო! შემოდი, უპასუხა მგელმა ბებიას ხმით და თან კარებთან დგომს ანიშნა მომი ახლოვდიო. გოგონა მგელს მიუახლოვდა და კალათა გაუწოდა. ნახე, ბებო, ტკბილეული მოგიტანე. ახლოს მოდი. მოვხუცდი და თვალთ დამაკლდაო, იცრუა მგელმა. ბებია, რატომ გაქვს ასე დიდი თვალებიო? კითხა წითელ ქუდა. აქ არის. იმიტომ რომ უკეთ დაგინახო, პასუხა მგელმა. ბებია, რატომ გაქვს ასე დიდი ყურებიო? დაინტერესდა გოგონა. იმიტომ რომ უკეთ გავიგო შენი ტკბილი ხმა. ეს მოვჩეჯერ, მე პატარა არ მეჭირა წეღარ. რო წამართვი. ბებია, რატომ გაქვს ასე დიდი კბილებიო? იმიტომ რომ დაიღრიალა მგელმა და საწოლიდან წამოხტა. წითელ ქუდამ ერთი დაიკივლა და ნუგბარით სავსე კალათა ბოლო მგელს ესროლა. მგელი გოგონას გამოეკიდა დასაჭერ. უცებ კარზე კაკუნი გაისმა. კაკუ. ბებიასთან ტყის ჭრელი მოსულიყო. სწორედ შენ გეძებდი შესახა ტყის ჭრელმა მგელს. აქ რაღა ვერაგობის ჩადენა გინდა. შეშინებული მგელი კარიდან გავარდა და ტყის მჭრელის ნაჯახს ცლივს გადაურჩა. ამ დროს წითელ ქუდას კარადიდან ხმაური შემოესმა. ბებია კანადაში იყო. გამოაღო კარი და შიგ ბებია არის. ცის მასში ვიყავი? იკითხა შეშინებულმა მოხუცმა. თურმე მგლის ხმა რომ გაუგონია, კანადაში დავალულა. წითელ ქუდამ თავი გააქმნია. შემდეგ გაფართული ტკბილეული აკრიფა და მაგიდეს მიუჯდა. ბებიასთან ერთად ჩაისაც შეეცდა და თან თავისი თავგადასავლის მოყოლაც არ დავიწყებია. აი, წავიკითხე. რა კაი გოგოები ვართ. ეს მე ვუყობოდი ხოლმე სხვანაირად, რომ არ ჩაეყლაპა, არ გაეჭრათ მუცელი რაღაცები და ეხლა შეუცვლიათ, ნახე ამ წიგში.
ბევრი წიგნები გვაქვს და წითელ ქუდა რამდენიმე ვერსია გვაქვს და აქ არის ესე შეცვლილი. აბა იყო და რა იყო რა იყო სამი გოჯი. ნიფ-ნიფი, ნაფ-ნაფი, ნუფ-ნუფი. ნიფ-ნიფი, ნაფ-ნაფი, ნუფ-ნუფი. მწვანე ქუდი, ყვითელი ქუდი. არა, უჯუჯი აქვს. ხო, ყვითელი ქუდი, წითელი ქუდი. თივა. Red maika, yellow maika, red maika. თივა რაფერია, თივა? Yellow, ხე რაფერია? brown. ხო და ფოთლები რაფერია? არა. ფოთლები რაფერია? ნოფეთი, ხო, რაფერია? მწვანე ქუდი. ცეცხლი რაფერია? უნდა დაიდე, აუ. ეს მგელი რაფერია? მგელი რაფერია? შავი. არა, რუხი. რუხი? ანა რუხი. რუხი არ გინდა. დედა რუხი ხარ. მე ვარ რუხი, მე მგელი ვარ. აუ, დაჭეცანსრო. ვაი! დედა იყო და არა იყო რა. ეს ბატიკური. ბაჭიას მოაჭამა და მყური. ამ. ნუ ჭამა არ იჭმევა, მეგობარი. ბატი დიდია. დიდია? იყო სამი გოჯი. ნიფ-ნიფი, ნაფ-ნაფი და ნუფ-ნუფი. ნიფ-ნიფს ყოველთვის მწვანე ქუდი ეხურა, ნაფ-ნაფს ყვითელი და ნუფ-ნუფს წითელი. ერთ დღეს თქვენს მოდი სახლები ავაშენოთ. უნდა დაგიოთ დედა კარიოს. ეს კარია. დედა უნდა გაჩენო კუდი. კუდი უნდა მაჩვენო? მოდივა. მაჩვენე, გთხოვ. უნდა მცემო? გელი რო ვარ იმიტომ? ვაიმე. კუდი. ეს არის საბოლოო შედეგი, რომელიც ვიცი რომ ახლოს არ არის იდეალურთან. მიჩვენეს მითამაშა ხატა, რა ვიცი. და ასე შემდეგ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ იმას გაცილებით ჯობია რაც იყო. დივანზე კიდე დაჯდომა შესაძლებელია. დაჯდება ადამიანი, ჩემი ნივთები ყაყრია. ეხა მოიყვანა, ეს ვიდეო რო გავდავია და ის აქ დასვა. ამოიყვანა და მოიყვანა.